მოგესალმები. დღეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, თამამ ექსპერიმენტზე ვისაუბრებთ. ერთი ადამიანი და მისი გამოცდილება მთელი კვირა სმარტფონის გარეშე. კი, ძალიან საინტერესო შემთხვევაა. ვეცდებით გავაანალიზოთ აი რეალურად როგორი მოქმედა ამ ციფრულმა დეტოქსმა, ესე ვთქვათ, მის ყოველდღიურობაზე. ხო, აზროვნებაზე, ურთიერთობებზე. ნამდვილად. აბა წარმოიდგინე ერთი კვირა. არანაირი შეტყობინება, აპლიკაცია, სოციალური ქსელი. დღეს ცოტა რთული წარმოსადგენია, ხო? ხო, ნახოთ, რა აღმოაჩინა ამ ადამიანმა, რა სირთულეები ჰქონდა, როცა ეკრანი, ესე იგი, გაქრა მისი ცხოვრებიდან ერთი კვირით. კი, ეს ხომ მხოლოდ ტელეფონზე უარის თქმა არაა რეალურად, ეს უფრო დროის ყურადღების და შეიძლება ითქვას რეალური კავშირების ხელახლა პოვნის მცდელობაა. მოდი ჩავყვეთ. პირველი დღე, როგორც ეს წყარო აღწერს, მართლა რთული ყოფილა ის ინსტინქტური მოძრაობა ჯიბისკენ. ხო, ნაცნობი მომენტია ბევრისთვის ალბათ. ხო, და სიცარიელის გრძნობა, ნერვიულობა, შფოთვა, რამე ხომ არ ხდება და მე არ ვიცი. კლასიკური FOMO, ანუ fear of missing out, აქ კარგად ჩანს, რა ძლიერია ეს ჩვევა. კი, ბატონო. და საინტერესოა, რომ ტელეფონს უკავშირებთ არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ რაღაცნაირად უსაფრთხოების განცდასაც. თითქოს მის გარეშე დაუცველი ხარ. ზუსტად, თითქოს დაუცველი ხარ. ერთგვარი ფსიქოლოგიური ბალიშია, რა ვიცი. მაგრამ მეორე-მესამე დღეს უკვე რაღაც იცვლება. აი, ავტორი წერს, რომ გარემოს უკეთ ამჩნევს. ხო. ადამიანებს აკვირდება. მაგალითად, ავტობუსში ხვდება, რომ თითქმის ყველა ტელეფონშია ჩამძვრალი. კი, თითქოს მხედველობა უბრუნდება. ოღონდ არა ფიზიკური, არამედ ყურადღების მხედველობა. და მთავარი წიგნი, იმ დიდი ხნის წინ ნაყიდ წიგნს იღებს და კითხულობს. აი ეგ არის. თურმე დრო სადღაც იყო, უბრალოდ ეკრანი ჭამდა ამ დროს. ზუსტად. ეს პატარა, თავისუფალი მომენტები. ეკრანი რაღაცნაირად იპარავს და არ გვიტოვებს დროს, სხვა შეიძლება უფრო სრულფასოვანი რაღაცებისთვის. ყურადღების ფოკუსირება ბრუნდება. მეოთხე-მეხუთე დღე კიდევ უფრო საინტერესოა. განსაკუთრებით ურთიერთობების კუთხით. კი, საჭირო ხდება პირისპირ შეხვედრების დაგეგმვა. ან წარმოიდგინე სახლის ტელეფონით დარეკვა. ხო, ცოტა არქაულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია. დასაუბრები, როგორც აღწერილია, უფრო ღრმა ხდება. ნელი. აჩკარებული მესიჯების და ემოჯიების გარეშე. კი, თითქოს სიტყვებს მეტი წონა აქვს. ოჯახთანაც მეტი დრო გამონახა. აი, აქ ვხედავთ ძალიან მკაფიო განსხვავებას ვირტუალურ და რეალურ კავშირს შორის. პირდაპირი, შეუფერხებელი საუბარი, ეს სულ სხვა ხარისხია. უფრო აუთენტური ხდები ალბათ. ნამდვილად. როცა ვერ არედაქტირებს სწრაფად შენ სათქმელს, უფრო ნამდვილი ხარ იმ მომენტში. და ბოლო დღეები, რაღაც მოულოდნელი სიმშვიდე. ხო. ავტორი წერს, FOMO გადაიქცა JOMO-д, ანუ Joy of Missing Out. იმის გაცნობიერების სიხარული, რომ კარგია, როცა რაღაც გამოგჩა და შენ სიმშვიდეს არ არღვევ. მართალია. დილაც კი მშვიდად იწყება. აღარ არის ის პანიკური შემოწმება, მეილების, სიახლეების. ფსიქოლოგიურად ეს გასაგებია. მუდმივი ციფრული სტიმულაცია ხომ ტვინს ძაბავს. მისგან გათავისუფლება ამცირებს შფოთვას. და გასწავლის აწმყოში ყოფნას. ზუსტად, აწმყოში ყოფნის უნარი იზრდება. თითქოს შინაგანი ხმაური ითიშება ცოტა ხნით. მოკლედ რო შევაჯამოთ, რა იყო მთავარი შედეგი? წყაროს მიხედვით, ამ ადამიანმა დაიბრუნა დრო, ყურადღება, გახდა უფრო პროდუქტიული, როგორც ამბობს. გაუმჯობესა ურთიერთობები და შეიცვალა დამოკიდებულება ტელეფონის მიმართ. ისე ვიყენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო გააზრებულად ცდილობს ყოველდღე კონდეს ოფლაინ დრო. კი, და შენთვის ვინც გვისმენ და სავარაუდოდ მუდმივად ამ ინფორმაციულ ნაკადში ხარ, ეს ამბავი რაღაც მინიშნებაა. ხო. რომ თუნდაც მცირე ხნით გათიშვას, შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს. ფოკუსი, სიმშვიდე, კავშირები. ეს არ ნიშნავს ტექნოლოგიაზე უარს. არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ბალანსის პოვნას ნიშნავს. და ბოლოს მოდი დავტოვოთ ერთი კითხვა შენთვის, ჩვენი მსმენელისთვის და საფიქრებლად. ეს კითხვა ამ მასალიდან მოდის, მაგრამ პასუხი იქ არ წერია. თუ ერთმა კვირამ ამდენი რამ შეცვალა ამ ადამიანის ცხოვრებაში, თუნდაც ერთი, სულ პატარა, ყოველდღიური ოფლაინ ჩვევა რომ დანერგო. აი თუნდაც 1 საათი ეკრანის გარეშე ყოველ დღე. რისი ხელახლა აღმოჩენა იქნებოდა შენთვის ყველაზე საინტერესო? რას დაუთმობდი ამ დროს?